ძლიერი წვიმის გამო თბილისში პრობლემები გრძელდება. ჭავჭავაძის გამზირზე ახალ რეაბილიტირებული გზა, რომელიც თბილისის მერიამ 9 სექტემბერს საზეიმოდ გახსნა, დაზიანდა. GVP მიზეზად თვითნებურ სანიაღვრე სისტემებს ასახელებს. ძლიერი წვიმის გამო თბილისში საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა. წვიმამ პრობლემები შექმნა გზებზეც. ქალაქში დილიდან საცობებია. დაიტბორა დედაქალაქის თითქმის ყველა უბანი. საბურთალოდან მოქალაქე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ოსეთის ქუჩაზე მოძრაობა ფიზიკურად შეუძლებელია. ძლიერი წვიმის გამო წყალი შევიდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავ ავტობუსშიც. კახეთში ყვარლისა და თელავის რამდენიმე სოფელი დაისეთყვა. სტიქიამ სასოფლო სამეურნეო სავარგულები ხილი და ვენახი გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძლიერი სეთყვა და ქარი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ნანუკა ჟორჟოლიანი იმ პოლიციელის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც წუხელ კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ლანჩხუთის სამარშრუტო ტაქსიში სტუდენტ გოგოს ხელბორკილები დაადო. ჟურნალისტი წერს, რომ პოლიციელი გიორგი მელიქიძეა. მეგიმ სთხოვა მოეშვა ბორკილები, რადგან ძალიან უჭერდა და ამ მილიციელმა ირონიულად უპასუხა, შენ არ იცი აწი როგორ მოგიჭერს, წერს ჟორჟოლიანი. ესენი იყვნენ დაკომპლექსებული ადამიანები, მოკაცო ქალები და მოქალო კაცები. კალაძის შტაბთან შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა ამჯერად კობახიძემ მიაყენა.